ტკინის არხი, რადიო იმედზე. გზაზე ჭითანავასთან ერთად. დილამშვიდობისა, მოგესალმებით, 9 საათის 19 წუთია, როგორც დავაანონსეთ, ჩვენ ახლა სკოლათა მონიტორინგის სააგენტოს 2024 წლის ანგარის გამოვეხმაურებით და ამ თემაზე დეტალური დიალოგისთვის სტუდიაში ჩვენ თბილისის მერიის სკოლათა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელს გიორგი კობიაშვილს მასპინძლობ. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, მადლობა გიხდით მოწვევისთვის. მადლობა სტუმრობისთვის. ბატონ გიორგი, თქვენი სააგენტო თითქოს ყველასთვის გასაგებ საქმეს აკეთებს, თითქოს ერთის მხრივ მარტივი საქმეა, თუმცა არის პროცესი, რომელიც არსებული მოცემულობიდან გამომდინარე ვთქვათ, მუდმივად ციკლური იქნება და დაუსრულებელი და სხვა გამოწვევის წინაშე ვართ. გვაქვს სტრატეგიული თვალსაზრისით ძალიან სხვა მოცემულობა და წინსვლა, თუმცა ტაქტიკური მიმართულებით ალბათ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. 2024 წლის ანგარიში თქვენთვის რის სიმთქმელია და ამ ანგარიშის შესაბამისად თქვენ როგორც სააგენტოს თბილისის მერიის სკოლათა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელი რას ფიქრობთ ეს ანგარიში რას გეუბნებათ და ამ წელს უკვე 25-ში აქედან გამომდინარე რა მიმართულებებზე უნდა გააკეთოთ მეტი აქცენტი. მადლობა პირველ რიგში საინტერესო კითხვისთვის. ძალიან რთული არის საქმიანობა, რასაც ჩვენი სააგენტო ახორციელებს. თქვენ იცით რომ 2015 წლიდან მუშაობს ჩვენი სააგენტო და ძირითადი მიზანი არის რომ შინაური ცხოველების საკითხი მიუსაფარი ცხოველების საკითხი ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს და მოგვარდეს. ამისათვის ყოველწლიურად ჩვენ ვაუმჯობესებთ ჩვენ სამუშაოებს. თქვენ იცით რომ ჩვენ გვაქვს ეს სტრატეგია არჩეული, რომელიც არის ჰუმანური ერთადერთი მეთოდი და მსოფლიოში აპრობირებული მეთოდი. ეს არის სტერილიზაციის, კასტრაციის დახმარებით მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის შემცირება. სწორედ ამიტომ ჩვენი მიზანი არის რომ ყოველწლიურად ასეთი ოპერაციების რაოდენობა გავზარდოთ და ამასთან ერთად, რა თქმა უნდა დავიცვათ ჩვენი შინაური ცხოველების კეთილდღეობა და ჯანმრთელობა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის რომ ქალაქში დაცული იყოს ადამიანების უსაფრთხოება, რადგან მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა დაკავშირებული არის არამხოლოდ რაოდენობასთან, ან აგრესიულ ცხოველთან, ეს არის დაკავშირებული ძალიან ბევრ დაავადებებთან ასევე. და საკმაოდ რთული და შრომატევადი არის საქმიანობა, რომელსაც ჩვენი თანამშრომლები აკეთებენ ყოველდღიურ რეჟიმში 24 საათის განმავლობაში. სწორედ ამიტომ ჩვენი მიზანი არის პირველ რიგში ის, რომ ჩვენ გავაუმჯობესოთ ქალაქში მდგომარეობა, დავხვეწოთ ჩვენი სააგენტოს მუშაობა, სწორი სტრატეგია ავარჩიოთ, რაც თქვენ ახსენეთ უკვე და მინდა გითხრათ, რომ 2024 წელი საკმაოდ დადებითად შემიძლია შევაფასო ამ კუთხით, რა თქმა უნდა, რადგან თქვენ მოგეხსენებათ, რომ გაცილებით გაფართოვდა ჩვენი თავშესაფარი, უფრო მეტი ცხოველის მიღება შეგვიძლია, გაცილებით მეტი ცხოველის ოპერაციის გაკეთება შეგვიძლია მე ცხოველზე, გაცილებით მეტი ვაქცინირებული ცხოველი არის უკვე ჩვენს დედაქალაქში, მაგრამ მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ეს შედეგი არ არის ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი, რადგან ჩვენთვის იქნება დადებითი შედეგი მხოლოდ მაშინ, როდესაც მიუსაფარი ცხოველი არ გვეყოლება ქუჩაში. სწორედ აქეთ მივდივართ ჩვენ წლების განმავლობაში ისე დაიხვეწა ჩვენი სამუშაოები, რადგან ჩვენ სხვა ქვეყნების მაგალითი გვაქვს აღებული, რა თქმა უნდა და იმ ევროპულ ქვეყნებში 10 წლების განმავლობაში დაჭირდათ მუშაობა იმისათვის, რომ ეს პრობლემა საერთოდ მოეგვარებინათ და თქვენ როგორც უკვე ვახსენეთ 2015 წლიდან დაიწყო სწორედ ესე ჰუმანური მიდგომებით, მეთოდებით ამ საკითხის მოგვარება და მუშაობა, რადგან როგორც უკვე გითხარით, მნიშვნელოვანია ადამიანების უსაფრთხოება, რა თქმა უნდა, მაგრამ პარალელურად ჩვენ იმაზე უზრუნველთ, რომ ეს საკითხი მოხდეს ჰუმანურად, რომ ეს ცხოველებიც იყვნენ მაქსიმალურად მათი კეთილდღეობა იყოს შენარჩუნებული. საერთო ჯამში მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, დადებითი იყო ჩვენთვის, სააგენტოსთვის 2024 წელი, რადგან უკვე მეტი შემართებით, მეტი მომზადებით შევხვდით 2025 წელს და მიმდინარე წელს მინდა გითხრათ, რომ გაცილებით გავაუმჯობესებთ, რა თქმა უნდა, მდგომარეობას ისე, რომ დედაქალაქს უახლოესი წლების პერსპექტივაში შეეტყოს ეს დადებითად და ჩვენ მიუსაფარი ცხოველების საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადავჭრათ. კი ბატონო. გიორგი, მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის განახლებული ცენტრი, გაფართოებული ცენტრი იყო ერთ-ერთი თქვენი ბოლო სიახლე გასული წლის მიწურულს თუ სწორად მახსოვს და იქ იყო საუბარი, რომ ეს თქვენი სამუშაოების გაფართოების შესაძლებლობას იძლევა.
ეს განახლებული ცენტრი რამდენად სხვა ბაზებთან ერთად რამდენად იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ არსებული რაოდენობის მიუსაფარ ცხოველების მომსახურება გასწიოთ, ხომ არ განიხილება მსგავსი ცენტრის კიდევ გახსნა სხვა, არ ვიცი, ცენტრის განახლება და დაახლოებით რა რაოდენობის მიუსაფარი ცხოველების მომსახურება მოვლაზეა საუბარი დღის მოცემულობით დედაქალაქში. ვარკეთილს ჩვენ გავაფართოვეთ დაახლოებით 40-მდე ვოლიერი დაემატა ვარკეთილის ტერიტორიაზე არსებულ ცენტრს. ამას ქვია პოპულაციების მართვის ცენტრი. ამ ტერიტორიაზე ჩვენ შევიყვანთ ცხოველებს საოპერაციოდ, სოფის აწინააღმდეგო აცრის გასაკეთებლად და იქიდან დაბრუნდებიან დედაქალაქში უსაფრთხო ცხოველები, რომლებიც არ წარმოადგენენ საფრთხეს ადამიანებისათვის და სხვა ცხოველებისათვის. რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს პროექტი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ჩვენს დედაქალაქს ამ პოპულაციაზე ეყოს მთლიანად, რაც არის რაოდენობა ჩვენს დედაქალაქში მიუსაფარი ცხოველების. და სწორედ ამიტომ არ ვაპირებ ჩვენ ამაზე გაჩერებას უახლოეს დღეებში ჩვენ გავაჟღერებთ იმ ახალ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, რასაც ჩვენ გვეგმავთ მიმდინარე წელს იმ პროექტებს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვეგმავთ უფრო მეტ ინფრასტრუქტურულ პროექტს, რადგან როდესაც ჩვენ შევეჭიდეთ ამ სირთულეს და დავგეგმეთ ამ პრობლემის გადაწყვეტა, საჭირო არის ინფრასტრუქტურული პროექტი, ბაზა, სადაც განხორციელდება ეს პროექტები, ამიტომ ჩვენ მსგავსი მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას წელს უკვე რამოდენიმე დღეში ჩვენ ვიტყვით იმ ჩვენს გეგმებს, რასაც ვაპირებთ მიმდინარე წელს, კიდევ უფრო გაფართოვდება ჩვენი თავშესაფარი მუნიციპალური და ეს მოხდება არა მხოლოდ ვარკეთილში, შესაძლებლობა გვექნება, რომ მსგავსი ცენტრები გავხსნათ დედაქალაქის სხვა უბანშიც. ლოჯისტიკურად რომ გაადვილდეს საქმე. რა თქმა უნდა, გარდა ამისა ჩვენ გავაკეთეთ ვეტერინარული მანქანა კლინიკა და ზაფხულში დავიწყეთ აღნიშნული პროექტი 2024 წლის ზაფხულში. საკმაოდ გაამართლა ამ პროექტმა, რადგან დაიზოგა როგორც ადამიანური რესურსი, ასევე დროის ფაქტორი, ასევე მოქალაქეებსაც უფრო გაუმარტივდა ცხოველის მოყვანა მანქანამდე. ჩვენი მანქანა მობილურები გახდით ხო? სხვადასხვა ლოკაციაზე ჩვენ წინა რამოდენიმე დღით ადრე ვაანონსებდით მისამართებს, სადაც იქნებოდა აღნიშნული ვეტერინარული მანქანა და მოქალაქეებს გაცილებით მარტივად მოყავდათ ასეთი მანქანა, ასეთი ცხოველები მანქანამდე. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ მიზანი არის, რომ მაქსიმალურად გავამარტივოთ ცხოველების სტერილიზაციის, კასტრაციის შესაძლებლობა, არა მარტო მიუსაფარ ცხოველების მიმართულებით, არამედ პატრონიანი ცხოველების მეპატრონეებისთვისაც, რომ გავამარტივდეთ ამ ადამიანებს და მეტი შესაძლებლობა გქონეთ, რადგან ზოგს გონია, რომ მიუსაფარი ცხოველი დაკავშირებული არის მხოლოდ და მხოლოდ ეს არის სახელმწიფოს პრობლემა და ეს არის სახელმწიფოს საზრუნავი. რა თქმა უნდა, ერთის მხრივ ჩვენ ვიღებთ ჩვენს პასუხისმგებლობას და ყველაფერს ვაკეთებთ ამისათვის, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ მიუსაფარი ცხოველის გამრავლების პირველი წყარო და პრობლემა არის სწორედ პატრონიანი ცხოველი. თავის დარჩდებიან. რა თქმა უნდა, სამწუხაროდ ცნობიერება ამ მიმართულებით, მოსახლეობის ცნობიერება არის საკმაოდ დაბალი და საერთოდ არ იცის ძალიან ბევრმა მეპატრონემ ცხოველის თუ რა მნიშვნელობა აქვს სტერილიზაციას, კასტრაციას, ვაქცინაციებს. ეს არ არის ხო ნივთი მარტო რომ რაღაც სახში ყავდეს და მისი ყურები ჩემი თავი დაიკმაყოფილო, არა, მას მოვლა ჭირდება, შესაბამისი აცრები ჭირდება, რადგან სამწუხაროდ ბევრ საშიშ დაავადებასთან არის დაკავშირებული და ბევრი საშიშ დაავადების გადამტანი შეიძლება იყოს ცხოველი. ამიტომ უნდა ვიზრუნოთ გარემოზე, ვიზრუნოთ ერთმანეთზე, ვიზრუნოთ იმ მდგომარეობაზე, რაც ჩვენ გვაქვს დედაქალაქში დღეს და პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ თითოეულმა ადამიანმა, ვისაც ყავს ჩვენ ცხოველი და დროულად უნდა მოახდინოთ ამ ცხოველის სტერილიზაცია, კასტრაცია და ვაქცინაცია, რათა უსაფრთხო იყოს ჩვენი გარემო. სამწუხაროდ თანამედროვე ურბანულ რეალობაში ერთის მხრივ კარგია, რომ მეტი ინტერესი გამოჩნდა ადამიანების მხრიდან ცხოველთა მიმართ, მაგრამ მეორეს მხრივ ის უპასუხისმგებლობის თუ ამ ინიციატივის ბოლომდე ვერ გააზრების ელემენტები შემდეგ უკვე წარმოშობს იმ პრობლემათა ჯაჭვს, რომელსაც ჩვენ მიუსაფარ ძაღლის ფენომენამდე მივყავართ და დღეისთვის დედაქალაქში რაოდენობის არის ასეთი მიუსაფარი ძაღლი და დაახლოებით როგორია მატების პროცენტულობა თუ კლეების თუ როგორ საერთოდ რა სტატისტიკა? ჩვენ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ გავაკეთეთ ასეთი კვლევა ერთ-ერთი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით და მათთან თანამშრომლობით
და ჩვენ ამ კვლევის შედეგად მივიღეთ დაახლოებით 32,000-მდე 30,000-მდე რაოდენობა და ციფრი ქალაქის მასშტაბით და სწორედ ამ ციფრებიდან გამომდინარე მოხდა ჩვენი სამუშაოების დაგეგმა იმგვარად რომ დაახლოებით 2 წლიან პერიოდში 3 წლიან პერიოდში ამ პრობლემის დაახლოებით 90% მაინც იყოს მოგვარებული ჰუმანურად, ისე რომ ცხოველების კეთილდღეობა, ჯანმრთელობა იყოს მაქსიმალურად დაცული. თქვენ ბრძანეთ რომ სხვა ქვეყნების გამოცდილებასაც აკვირდებით და ლოგიკურია, საუკეთესო გამოცდილებას ალბათ ყველა იზიარებს და კომუნიკაცია იქნება. ეს რაოდენობა ჩვენი გაბარიტების დედაქალაქისთვის ბევრია, ცოტა საშუალოა და ეს მოცემულობა როგორია მართვის თვალსაზრისით? რა თქმა უნდა, არ არის ეს ჰიპერპოპულაცია ისეთ გადაჭარბებული რაოდენობით, რომელიც შეიძლება იყოს გადაუჭრელი ეს საკითხი, მაგრამ არც დამაკმაყოფილებელი არის ეს ციფრი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის და ისეთი რაოდენობა არის, რომ ამ პრობლემის მოგვარება ნამდვილად არის შესაძლებელი ძალიან მოკლე პერიოდში, უახლოესი წლების პერიოდში. და სწორედ იმგვარად დავგეგმეთ, ამიტომ ვახსენეთ ჩვენ პოპულაციების მართვის ცენტრი, გაფართოება ჩვენი თავშესაფრის, რომ ჩვენ გვინდა რომ მაქსიმალურად მოკლე დროში ჰუმანურად გადავჭრათ ეს პრობლემა, ჩვენ ქონა კომუნიკაცია ძალიან ბევრ სხვადასხვა ქვეყნის ქალაქის ორგანიზაციებთან, ვინც წარმატებით განახორციელეს ეს სტერილიზაცია კასტრაციის პროგრამა და სწორედ მათი რჩევით, მათი თანამშრომლობით გადაწყდა ის, რომ ამ მიმართულებით უნდა გაგრძელდეს, რა თქმა უნდა, მუშაობა, მაგრამ მხოლოდ ეს, რა თქმა უნდა, არ უშველის ამ საკითხს სტერილიზაცია, კასტრაცია, რადგან როგორც უკვე ვახსენე, ყველა ადამიანმა იმგვარად უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ საკითხში, რომ ყველამ აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა, დროულად მოახდინოს ცხოველების სტერილიზაცია, კასტრაცია იმისათვის, რომ შეწყდეს გამრავლება ცხოველების. ჩვენ კი ვმუშაობთ, გეგმავთ სამუშაოებს, ვზრდით ოპერაციების რაოდენობას, მაგრამ სამწუხაროდ პარალელურად ეს უპასუხისმგებლო მეპატრონეები იქნება, მომშენებლები იქნებიან, ქუჩაში უმეთვალყურეო ტოვებენ ამ ცხოველს და ეს პრობლემად რჩება და გვემატება სამწუხაროდ. ხო, ეს ისეთი რამეა, აქ შეიძლება ონკანიდან გადმოღრილი წყლის რეგულირებას ახდენ, იქიდან წყალი მოდის რა იცლება, ხო? ამიტომ პირველ რიგში აუცილებელი არის ამ წყაროების შეზღუდვა და ამისათვის ჩვენ გვაქვს გარკვეული მექანიზმები, რა თქმა უნდა, თბილისის საკრებულოს დადგენილება, რომლის მიხედვითაც ხდება ასეთი მეპატრონეების დაჯარიმება, მაგრამ არასაკმარისი არის სამწუხაროდ, რადგან ჩვენ ახლა აქტიურად იმედი მაქვს, რომ დავიწყებთ ასევე პარლამენტთანაც მუშაობას და ვიცი რომ ზოგადი საკანონმდებლო ბაზა გამყარდეს. რა თქმა უნდა, არა მარტო თბილისის, არამედ ქვეყნის მასშტაბით რომ კონდეს დარეგულირებული ეს საკითხი. აი თქვენ თბილისის მოცემულობაში ჯარიმა დაახლოებით რაოდენობისა და რა შემთხვევაში არის? ჯარიმა არის იმ შემთხვევაში, თუ მეპატრონის არ ეყოლება თავისი ცხოველი, შერეული ჯიშის ცხოველი გასტერილებული დროულად, თუ ასეირნებს ამ ცხოველს ალიკაბრის ან საბელის გარეშე, რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის ამ პოლიტიკის, რომ სწორედ წესების დაცვით უნდა მოახდინოს მეპატრონემ როგორც ცხოველის გასეირნება, ასევე ცხოველის გასტერილება დროულად, რეგისტრირება ჩვენი ცხოველთა მონიტორინგის ერთიან ბაზაში, მეპატრონეს ვალდებულება აქვს, რომ თავისი ცხოველი დაარეგისტრიროს, დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერ ვეტერინარულ კლინიკაში ან ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მუნიციპალურ თავშესაფარში ვარკეთილში თვალჭრელიძის 45 ნომერში. ასე რომ ეს ყველაფერი რეგულირდება თბილისის საკრებულოს დებულებით, მაგრამ საჭირო არის რომ ეს ყველაფერი დარეგულირებული იქონდეს ქვეყნის მასშტაბით. კი ბატონო. და უკავშირდება თუ არა ჯარიმას, ან ჯარიმით ისჯება თუ არა ოთხფეხას ის მფლობელი, რომელიც თქვა გასეირნების შემდეგ, როდესაც შემსუბუქდება ცხოველი, ამას დატოვებს, უყურადღებოთ და გააგრძელებს თავის საქმეს. ეს რა ტიპის ჯარიმას ექვემდებარება, ან თუ ექვემდებარება საერთოდ? კი, რა თქმა უნდა, ეს გასეირნების წესების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის, რომლის მიხედვითაც უნდა დაიცვას გარემოს სისუფთავე მეპატრონემ და სამწუხაროდ ბევრი არ აქცევს ყურადღებას. სამწუხაროდ, როდესაც ასეთი შემთხვევის შემდეგ ვალდებული არის მეპატრონემ, რომ დაასუფთავოს ის ტერიტორია და სუფთად მოწესრიგებულად თუ ასე არ შობა რა მექანიზმებია? გასეირნოს თავისი ცხოველი. თუ აღნიშნულ შემთხვევაში ჩვენ ვახორციელებთ ხოლმე მონიტორინგს სხვადასხვა სკვერებში, პარკებში, ხალხმრავალ ადგილას და ვცდილობთ რომ მაქსიმალურად დავარეგულიროთ ეს მდგომარეობა და რა თქმა უნდა სანქციას ექვემდებარება აღნიშნული გასეირნების წესების
დარღვევა. იმიტომ რომ მე პირადად სამწუხაროდ არაერთხელ შევსწრები ვარ გავს რაღაცას და ვიღაცასთან გაჭრის შენიშვნა, ვიღაცასთან საერთოდ არა და დამოკიდებულება მათი მხრიდან სამწუხაროდ ჩვენ დღესდღეობით არ გვაქვს იმდენად დიდი რესურსი, რომ ორივე მიმართულებით აქტიურად გამოვახდინოთ როგორც მონიტორინგი, გასცემ მონიტორინგი სხვადასხვა სკვერებში, ასევე ცხოველების სტერილიზაცია, კასტრაცია. ამიტომ ჩვენ მიმდინარე წელს აუცილებლად გავფართოვდებით და გაჩნდებიან ფეხით მოსიარულე მეჯარიმეები, რომელიც განახორციელებენ მონიტორინგს ჯგუფები, მონიტორინგს, გასეირნების წესების, სხვადასხვა დარღვევების, რომელიც შეეხება ცხოველების საკითხს. არა მარტო გასეირნება შეიძლება მოხდეს არასათანადო მოპყრობა ცხოველის მიმართ, ანუ არ მინდა ყურადღება გავამახვილოთ მხოლოდ ცხოველზე და მეპატრონეზე, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ ბევრი ფაქტები დღეს მაინც არის ის, რომ არასათანადო მოპყრობა ხდება ცხოველის მიმართ, დაზიანება და აუცილებლად აღნიშნული მიმართულებით მოხდება აქტიურად კონტროლი და მონიტორინგი. რაც შეეხება საკადრო შესაძლებლობებს ამ ხრივ დეფიციტს განიცდით თუ არა, გადამზადების რა მექანიზმები გაქვთ და ასე ვთქვათ, სამჭედლო მომავალი თქვენი თანამშრომლებისთვის რამე პროფესიული სასწავლებელი არის თუ ზოგადი განათლების ადამიანები მოდიან. პირველ რიგში ყურადღებას გავამახვილებ ვეტერინარებზე, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი როლს თამაშობენ აღნიშნულ პროცესებში და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად მოვახდინოთ გადამზადება, ტრენინგი, მათი აქტიურად გვეხმარებიან სხვადასხვა კერძო ვეტკლინიკები, არასამთავრობო ორგანიზაციები, უნივერსიტეტები, საიდანაც ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალური ყურადღება და დაინტერესება დავაინტერესოს სტუდენტები აღნიშნული პროფესიით და საქმიანობით, რადგან სამწუხაროდ ძალიან დეფიციტური არის აღნიშნული პროფესია ვეტერინარი ჩვენს ქვეყანაში დღესდღეობით და ნამდვილად არის ძალიან დიდი საჭიროება ამ ადამიანების და ყოველწლიურად ვცდილობთ, რომ აღნიშნული გადამზადება დავგეგმოთ. გარდა ამისა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანები არიან მაშველები, რომლებიც ახორციელებენ უშუალოდ ცხოველების დაჭერას, გადაყვანას თავშესაფარში, რადგან ძალიან რთული საქმიანობა არის ცხოველების დაჭერა. უნდა ეს განახორციელო ისე, რომ არც ცხოველი დააზიანო, არც ადამიანს თავი არ უნდა დააზიანონ და თვითონაც არ არიან დაცულები, რადგან შეიძლება ეს ცხოველი იყოს ძალიან ბევრი დაავადების გადამტანი, მით უმეტეს ცხოველი, რომელსაც ყურზე საჭდი არ უკეთია, რადგან პირველად ხდება მისი გადაყვანა თავშესაფარში, პირველად ხდება მისი აცრა სოფისაწინააღმდეგო ვაქცინით და ჩვენ რა თქმა უნდა დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამ ყველაფერს, რომ აქტიურად, კარგად, სწორად მოვახდინოთ ამ ადამიანების გადამზადება და ტრენინგი, რომ მზად შეხვდნენ ამ პროცესებს. გასაგებია და თქვენ აღნიშნეთ საკანონმდებლო ბაზაზე, იმიტომ რომ რამდენიმე თვის წინაც არაერთხელ სტუმრებთან ერთად მისაუბრია ამ კანონზე, ყველას დიდი მოლოდინი აქვს და რაღაცა ნიუანსებიდან გამომდინარე, ასე ვთქვათ, დროში გაეწელა და ამ კანონპროექტის კანონად ქცევის შემდეგ რამდენად დააჩქარებს, ასე ვთქვათ, თქვენს მიზანს, რომ ვთქვათ, ქუჩებში უმიუსაფარი ცხოველების რაოდენობა 90%-მდე შემცირდეს, რამდენად რეალურია ეს მოცემულობა და დაახლოებით რა პერიოდისთვის ხედავთ ამას რეალურად? მე ვახსენე უცხო ქვეყნების მაგალითი, წარმატებული ქვეყნების ერთ-ერთი პირველი ამ წარმატების შემადგენელი ნაწილი იყო სწორედ კანონი და კანონპროექტი, რადგან ჯერ უნდა მოხდეს კანონით დარეგულირება ამ ყველაფრის, უნდა მოხდეს ამ კანონით იმ გამრავლების წყაროების შეზღუდვა და ამ წყაროების შეზღუდვის პარალელურად, რა თქმა უნდა, სააგენტო ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო იქნება თუ სხვა ქვეყნის ჩვენ ქალაქში იქნება სხვა მსგავსი სააგენტო, უნდა მოახდინონ აქტიურად სტერილიზაცია, კასტრაცია და ვაქცინაცია. ახსრულება ამ კანონის. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის დაცვით ჩვენ გვექნება დადებითი შედეგი. დაახლოებით რა პერიოდს გულისხმობთ 2 წელი, 3 წელი, 5 წელი კანონის მიღებიდან გულისხმობ აი თქვენი მიზნის მიღწევას? ამ მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე, რამდენად არის შესაძლებელი? შესაძლებელი ნამდვილად არის ჩვენი დედაქალაქის მაგალითს თუ ავიღებთ და იმ ციფრებს ამ კვლევის შედეგად რა ციფრებიც მივიღეთ, სავსებით რეალური არის, რომ 3-4 წლიან პერიოდში აღნიშნული საკითხი გადაიჭრას ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს დედაქალაქში და ქონეს ეს საკითხი მოგვარებული აბსოლუტურად გულისხმობ პატრონიანი ცხოველების საკითხი, რადგან ჩვენი მიმართულება რაც არის მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია, კასტრაცია, ჩვენ ამას წარმატებით ვახორციელებთ, რადგან მინდა გითხრათ, რომ არა ეს პროექტი, რომ არა ეს პროგრამა და ეს სააგენტო, რომელიც 2015 წლიდან მუშაობს, თქვენ წარმოვიდგინეთ, რომ გაცილებით საშინელი მდგომარეობა გვექნებოდა ჩვენს დედაქალაქში.
ახლა დღეს სააგენტოს მუშაობის ფონზე ამ პროექტის ამ რადიკალურად სხვა სტრატეგიის მქონე პროექტის არსებობის ფონზე, რომელიც განსხვავდება კომუნისტური ეპოქის მიდგომისაგან, ხომ, ახლაც ბევრი ყავს და ერთგვარად ამ ქალაქის სავიზიტო ბარათადაც კი იგრძნენ, ხო? ძაღლები და ძალიან მიხარია, რომ ამ მიუსაფარ ცხოველებში მეტწილად ჭარბობენ საჭდაებიანები და ბევრი პოსტსაბჭოური ქვეყნისთვისაც ეს პოლიტიკა, რომელიც ჩვენთან ტარდება მათთან მიმართებაში, თვალშისაცემია და მართლაც ერთგვარი სავიზიტო ბარათია, თუმცა მეორეს მხრივ ეს ყველაფერი მართვაში უნდა მოექცეს და იმედს ვიტოვებ, რომ საკანონმდებლო ბაზა მალე ჩამოყალიბდება და უკვე ბევრად გაამარტივებს საქმიანობას და ალბათ თქვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა საკადრო თუ ტექნიკურ საბაზისოსთან ერთად არის მაინც შემეცნებითი მიმართულება, რომ ცნობიერება თურმე კიდევ უფრო მეტად უნდა ამაღლდეს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ძალიან ბევრ ადამიანს ძაღლი ყავს სახლში. კი, რა თქმა უნდა, ცნობიერება მოსახლეობის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამაღლდეს მეტად მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა პასუხისმგებლობა, საჭიროება აქვს ცხოველს და რა პასუხისმგებლობა აქვს მათ და ვფიქრობ, იმედს ვიტოვებ და ჯერა იმის, რომ ჩვენ ნამდვილად შევძლებთ ამას, რომ უახლოეს წლებში ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადავჭრათ. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვკმაყოფილდებით იმ შედეგით, რომელიც დღეს გვაქვს და გავიმეორებ იმას, რომ ჩვენთვის მისაღები დადებითი შედეგი იქნება მხოლოდ ის, როდესაც მიუსაფარი ცხოველი ჩვენს ქუჩაში არ გვეყოლება, არ იქნება უმეთვალყურეოდ დატოვებული ცხოველი. ან იქნება ძალიან ცოტა, ბევრად ცოტა ვიდრე არის. იქნება მეტი სურვილი იმისა, რომ თავშესაფრიდან მოხდეს ცხოველის აყვანა და არა ყიდვა სხვადასხვა ბაზარზე, რაც სამწუხაროდ დღეს კიდევ ხდება და უკონტროლოდ ხდება ეს ყველაფერი, ამიტომ იმედს ვიტოვებ, რომ აუცილებლად შევძლებთ ჩვენ ამას ერთად მოქალაქეებთან, მეპატრონეებთან ერთად. გასაგებია, მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა თქვენთვის. გიორგი კობიაშვილი, თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელი იყო ჩვენი სტუმარი, მასთან დიალოგი აიტვირთება რადიო იმედის Facebook გვერდზე. წინ გელოდებათ სპორტის სიახლეების მორიგ გამოშვება, სულ საათზე კი კვლავ მოისმენთ ახალ ამბებს დროებით.